მოგესალმებით. უფალი იესო ქრისტეს მშვიდობა თქვენს გულებს, თქვენს ოჯახებს, თქვენს გარემოცვას. ქრისტე და რელიგია. რელიგია როგორც ასეთი ნამდვილი რელიგია ეს იყო ქრისტეს იესო ქრისტეს დაბადებამდე ებრაელების იმ დროს რა დროსაც დაიწყო მათთან რჯულის მიღება. იყო დრო, როცა ებრაელებს არ ჰქონდათ რჯული, მაგრამ მიეცათ რჯული. როცა გამოჩნდა მოსე, ღმერთმა მოსეს ათიმცნება მისცა. ქვის ფილაზე. შემდეგ უკვე დაიწყო მთლიანად ამ რჯულის დამუშავება და იქნა მთლიანად გაშიფრული ჩამოთვლილი ამ ეს რჯული. რჯულში პირდაპირ იყო მითითებული არა კაცკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო. ხოლო ვინც მოიპარავდა, ან იმრუშებდა, ან მოკლავდა, ისინი იზრჯებოდნენ ზოგი სიკვდილით, ზოგი ცემით, ზოგი თავის გატეხვით, ზოგი ქალაქიდან გაძევებით, ზოგი საპყრობილეში ჯაჯდომით. მოკლედ, რჯული იყო მკაცრი და ამ რჯულს ვერ აუდიოდნენ ებრაელები. გადიოდა დრო, ხანი და ამ რჯულში მატარებელი ებრაელები სწოდავდნენ და ამის გამო მათ უწევდათ საზღაურის გადახდა, სასჯელი. ხოლო როცა მოვიდა ქრისტე, ქრისტეს ჩვენთვის არ მოუწია არანაირი რჯული და მცნებები, ხოლო ჩვენ ის რაც ქრისტემ გვითხრა, ეს იყო ორადორი მცნება, ღმერთის სიყვარული და მოყვასის სიყვარული. აი მხოლოდ ეს ორი რამ, რაც გვამცნო ქრისტემ. მას არ დაუწყია ჩვენთვის რჯულის მოცემა. ანუ გამოდის რა? რელიგია პირველ საუკუნეში დამთავრდა, დასრულდა. ქრისტემ რელიგია დაამთავრა, დაასრულა. და წამოვიდა ქრისტიანობა, რომელიც არა რელიგიაა, არამედ თავისუფლება. რადგან შემდეგ პავლე მოციქული, რომელიც ქრისტეს აღდგომის ამაღლების შემდეგ უკვე ქრისტეს მერე პავლე მოციქულად იყო წოდებული, ის გვეუბნება, გვამცნობს, რომ ჩემთვის ყველაფერი ნებადართულია, რასაც იმას გავაკეთებ, მინდა ვიმრუშებ, გინდა ვიქურდებ, გინდა მოვკლავ, მაგრამ ყოველი ეს მე სარგებელს მაძლევს, ანუ აქ დადგა არჩევანი, რომ შენ თავისუფლად შეგიძლია არჩევნის მიღება. ხოლო სარგებელი არის შემდეგი, შენ თუ ჩაიდენ ცოდვას რჯული ამოქმედდება. რჯულის ამოქმედება არის შემდეგი, თუ შენ მოიპარე, თუ შენ მოკალი, თუ შენ იმრუშე, შენ ამის გამო გელოდება ჯოჯოხეთი. მაგრამ როცა გარდაიცვლების შემდეგ, უყურეთ კიდევ რაშია საქმე? როცა გარდაიცვლები, მაგრამ სანამ გარდაიცვლები, შენ გაქვს შანსი გამოსწორების. ეს გამოსწორება არის უფალი იესო ქრისტეს წინაშე შენი დანაშაულის, ანუ შენი ცოდვის
მონანიება, აღიარება, რომ შენ რაც ჩაიდინე, შესწოდე და სთხოვ უფალს პატიებას. ამიტომ რჯული, როგორც ამოქმედდება, ისევე გაქარწყლდება. რადგან ქრისტეს სისხლი წმენს ჩვენს ყოველივე ცოდვას. ეს არის რწმენაზე დაფუძნებული ქრისტეს სისხლი, რომელიც დაიღვარა ჩვენი გულისთვის, რწმენაზე დაფუძნებული, რომ ჩვენ რწმენით ღებულობთ როგორც ცოდვებისგან განწმენდას, ასევე გადარჩენასაც. რადგან ჩვენ ვრწმუნობთ იმას, რომ მწამს მე რა უფალი იესო ქრისტე და შენ ამით ღებულობ მარადიულ საუკუნო სიცოცხლეს. აი ეს არის, რომ დღეს რჯული აღარ გვაქვს, რჯულის გარეშე ვართ, ასაც ქვია ქრისტიანობა, მაგრამ რელიგია როგორც ასეთი იესო ქრისტემ დაამთავრა პირველ საუკუნეში. ამიტომ დღეს ეს ყველა რელიგიები დღეს რაც არსებობს, ამაოდ ყოველივე ამაოებაა. თუ თქვენ გინდათ ქრისტეს გაყვეთ, მაშინ რელიგიით კი არა, ამით ქრისტეთი უნდა იცხოვროთ, სადაც რელიგია აღარ არსებობს, ანუ რჯულის ქვეშ ყოფი აღარ ახარ. ანუ აი მე თუ შევწოდე, მე თუ ვიქურდე, მე თუ მოვიპარე, მე თუ ვიმრუშებ, მე თუ მოვკლავ, ამის გამო დაისჯები, ოღონდ ეხლა არა, აქ არა. მერე გარდაცვალების შემდეგ, იქ, როცა წარდგები ღმერთთან და ანგელოზებთან, იქ გასამართლდები. მაგრამ კიდევ გეუბნებით, გაქვთ შანსი, თუ ეხლა შესწოდე, მოინანიო, თქვა, უფალო, ესა ჩავითინე, მაპატიე და უფალი გაპატიებს. რა თქმა უნდა, თქვენი მონანიება უნდა იყოს აღიარება გულიდან გამომდინარე, რომ გულით ამ ყველაფერზე ხართ მართლა გააზრებული, რომ არასოდეს ჩაიდინეთ და არასოდეს მოიგეცით. ასე რომ ჩვენ დღეს თუ ქრისტე გვინდა, მაშინ რელიგიით აღარ ცხოვრობთ. იმიტომ ქრისტე რელიგია აღარ არის. ქრისტე ეს არის თავისუფლება, თავისუფალი არჩევნის მოცემა. ყოველგვარი დადანაშაულების გარეშე, ყოველგვარი გასამართლების გარეშე, ყოველგვარი თითის ქნევის გარეშე. რადგან რელიგია ყოველთვის თითს გიქნევთ. აი არ ჩაიდინოთ ორე, არ გააკეთო ასე, აქეთ არ მოიქცეთ ორე. ამიტომ ვართ თავისუფლები, თუ ჩვენ ჩავდივართ ცოდვას, ამაზე მოგეკითხებათ პასუხი, მაგრამ არა აქ, არამედ შემდეგ, იმ ქვეყნად, როცა გადავალთ მეორე ცხოვრებაში, მეორე სიცოცხლეში. ასე რომ ჩვენ ქრისტიანები აღარ ვართ რელიგიის მატარებლები. ამინ. დიდება უფალი იესო ქრისტეს.